სრულფასოვანი ძილი არ არის დროის კარგვა. ის აუცილებელია. და თუ ფიქრობ, რომ ღამის სმენებში მუშაობით ან გვიან ღამით სერიალების ყურებით არაფერს აკლებს შენს ჯანმრთელობას, ძალიან ცდები. აი 5 უტყუარი ფაქტი ამის შესახებ. ფაქტი ნომერი 1. ტვინის დეტოქსი. ძილის დროს ტვინი საფუძვლიანად იწმინდება. გამოიდევნება ტოქსინები, რომლებიც დღის განმავლობაში გროვდება. მათ შორის ალცჰაიმერთან დაკავშირებული ნივთიერებები. ფაქტი ნომერი 2. იმუნიტეტი. როცა ხარისხიანად გვძინავს, ჩვენი იმუნიტეტი ძლიერდება. ცუდი ძილი ნაკლები დაცვა ვირუსებისგან და ანთებისგან. ფაქტი მესამე. წონის კონტროლი. ძილის ნაკლებობა გიძლიერებს მადას, განსაკუთრებით შაქრების და ნახშირწყლების მიმართ. და რა ხდება ამ დროს? სწორად გამოიცანი. იზრდება წონის მომატების რისკები. ფაქტი მეოთხე. გულ-სისხლძარღვთა სისტემა. სრულფასოვანი ძილი ამცირებს არტერიულ წნევას და გულზე დატვირთვას. უძილობა კი ზრდის, ინფარქტის და ინსულტის რისკებს. ფაქტი მეხუთე. ჰორმონების ბალანსი. ძილი არეგულირებს ჰორმონებს. იქნება ეს შიმშილის, სტრესის, ბედნიერების თუ სექსუალური ჰორმონები. ასე რომ, როცა არ გძინავს საკმარისად, შენი ორგანიზმი ვეღარ მუშაობს გამართულად. ნუ იფიქრებ ასე. მოდი ახლა ჩაუჯდები სერიალებს და დღის განმავლობაში გამოვიძინე. არავითარ შემთხვევაში არ გექნება ხარისხიანი ძილი, რადგან ამ დროს აირევა ცირკადული რიტმები, ანუ ჩვენი ბიოლოგიური საათი. ძილი არ არის დროის კარგვა. ზუსტად ძილის დროს ხდება სხეულის აღდგენა და შენარჩუნება. თუ გინდა რომ იყო ჯანმრთელი, პირველ რიგში კარგად გამოიძინე. ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაიძინო ღამის 12-მდე და უნდა გეძინოს დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე. თუ წონაში ვერ იკლებ და გჭირდება კონსულტაცია ამ საკითხზე, იცი სადაც უნდა მომძებნო.